გოგა ხაინდრა ვარ ჩვენ გაცემს თუნდაც ჩვენი მეგობარი და ძმაკაცი გოგა მე ბევრის ნახველი ვარ უკვე მაგრამ რაც ჩაიდინა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო როცა დაზაფრა ერთი დღით საქართველოს ხო და სრულიად ჩემთვის უპასუხისმგებლო გაუგონარი განცხადება გააკეთა რომ ბომბიდებს სამ უდიდეს სავაჭრო ცენტრში და სუსის რეაქცია იყო ძალიან სწორი, ძალიან მომეწონა. განცხადება კი. განცხადება რომ თავი დაგვანებეთ, ნუ გიშლით ხელს, რბილი იყო რა თქმა უნდა. ნუ უპასუხისმგებლო განცხადებებს ნუ აკეთებ და ნუ უშლით ხელს პროფესიონალებს საქმის კეთებას და შემდეგ მოუწიათ გაუქმება აი ამ ალერტის. მოდი რა ამაზე ვილაპარაკოთ. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს სასუწარკვეთთა სრულს, ეს ნიშნავს რომ მარცხენა ხელმა არ იცის მარჯვენა ხელი რას აკეთებს და ამას ამერიკაშიც ხედავთ, იმიტომ რომ გუშინ წინ ამერიკის შეერთებული შტატების სააპელაციო სასამართლოს ერთმა კოლეგიამ გააუქმა ერთ-ერთი სასამართლოს გადაწყვეტილება ტრამპის საწინააღმდეგო და კოლეგიის მეორე ნაწილმა ისევ აღადგინა. ერთ სასამართლოში, ერთ ქვეყანაში. იქ არის სრული, იქ მე არ ვიცი საერთოდ როგორ დამთავრდება, მე მაგალითად მე ვერ ხედავ იქ რომ მაინც და მაინც დიდი წარმატებას მიაღწიოს ტრამპი. ჩვენ არაფერს შუაში არა ვართ თქო. ხო, ჩვენ? ანუ ჩვენ კი არა, სხვა აქტორები. ეხლა მე დღევანდელი მაინც რით მინდოდა დამეწყო, იცი, ბაბუა ჩემს ჰქონდა 35 ჭრილობა, მეორე მსოფლიო ომში. აეროპორტში იმაში ვერ გადიოდა. ბოლოს ცნობა მიცეს რომ რკინები ის ჩარჩენილი ქონდა რა და ამიტომ მინდა ყველა ვეტერან ცოტა არიან დარჩენილები. ძალიან კი. 700,000 კაცი წავიდა ევროპის დასაცავად. გერმანელები საქართველოში არ შემოსულან. არა. ვერ შემოვიდნენ საქართველოში, მარუხზე და სვანეთში იდგნენ. ქართველებმა გააჩერეს. ხო. და ჩვენი აი 700,000 კაცი ევროპას იცავდა და ევროპის აქითა ნაწილს, ევრაზიის ნაწილს, რუსეთს. და არც ერთი მხრიდან და არც მეორე მხრიდან დღეს ჩვენ მადლიერებას ვერ ვხედავთ. 350,000 კაცი და შეწირა 250. 350. უი ბოდის შემეშალა მე 250 350,000 კაცი ნახევარი არ დაბრუნდა. ომში იყო გაწვეული საქართველოს მოსახლეობის 20%, 700,000 კაცი. ტრამპი გამოვიდა და თქვა რომ ამერიკა მოიგო ომიო 250,000 კაცი დავკარგავ ხო? ეთქი ჩვენ მოგვიგია ესე იგი ჩვენ 350,000 კაცი დავკარგეთ ხო? ესე იგი სრული აბსურდი რომელსაც ჩვენ სოფლიოში უყურებთ რა და ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს ამის ხაზგასმა ამის პატივისცემა მადლიერება ფაშიზმზე გაიმარჯვეს და დღეს ფაშიზმი ბრუნდება და ჩვენ ამის მომსწრეები ვართ. დღეს ეს სამარცხვინო კაცი თავმოყარეობის ნასახი რო კონდეს ამ ჰერჩინსკის ნასახით არ მოყარეობის ამ ქვეყნიდან უნდა მიდიოდეს. მე მესმის რატო არ აძევებს აქედან საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირისეც, მაგრამ ჩვენი ხელიდან მინდა რომ ამ ჰერჩინსკან იცოდეს, რომ ჩვენგან ის გაძევებულია ამ ქვეყნიდან, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არის ანდაზა, რომ სტუმარი ხისა. ეს ეშმაკის და არა ღვთის. სამარცხვინო კაცია დღეს რა იკადრა და ეს იცი რატო თავზე აქვს გასული გონიათ რომ კიდე ბუმბერასები არიან დაშლილია ის კავშირი დეგრადირებული აბსოლუტურად კორუფცია ძალადობა ფარისევლობა რასაც უყურებთ ჩვენ შეხედე რა ხდება ევროკავშირში წარმოიდგინე შიგნით რა ხდება ერთი ევროკავშირი 27 ერთი კავშირია ხო ერთ ოჯახად ითვლებიან ერთი ოჯახის წევრი მეორე ოჯახის წევრს გადაფრენის შესაძლებლობას არ აძლევს ამაზე დიდი სირცხვილი რა უნდა იყოს იქ მეორე ქვეყნის წარმომადგენელი გამოდის და იძახის რომ ეს ასე ვთქვათ ფარისევლების და მწვალებლების გაერთიანება რას ელაპარაკებები ეს ჩვენ ხო ყველაფერი ვიცით ამას მომავალი არ აქვს ის ჩამოიშალა ის ეგრეთ წოდებული აი ჩვენ რაც იმაში გვიწერია იმაში კონსტიტუციაში სადაც მივდივართ იქ აღარაფერი სიბნელის მეტი აღარაფერი აღარ დაგვხვდება არა ის დამთავრებული თემა ეხლა დღევანდელი დღეს მინდა დაუბრუნდე რა და აი ამ ოლეოლა ნაც ევროპელებს რა გზას რომ მინდა უთხრა სოფლიოში 4 ბირთვული ქვეყანა ომობს აბა მეხუთე არის ნატო რომელიც პირდაპირ არის ჩართული ომში პირდაპირ კი შენ წარმოიდგინე რომ პრაქტიკულად ბირთვული ომის ზღვარზე ვართ მესამე მსოფლიო ომი მიდის სოფლიოში მიდის კი პაკისტანი ინდოეთი ისრაელი რუსეთი და ნატო ირანი ჯერ ჩართული არ არის პირდაპირ ვინც ომობს სადაც ცეცხლია გახსნილი და ერთმანეთს ესვრიან ხო ირანი არ ჩამოვწეროთ რა ეხლა მინდა გითხრა ყველაზე დიდი სიხიფათი რასაა იცი რელიგიურ ომს და
ინდოეთ-პაკისტანის ომი არის რელიგიური ომი. ისლამის და ინდუიზმის, კი ბატონო. რელიგიური ომია, იმიტომ რომ იქ ტერორისტული აქტი მოხდა. შენ რა გინდა მითხრა რომ ამდენი წელია, ხო, დაპირისპირება ქაშმირის ოლქში და ინდოეთსა და პაკისტანს შორის განდის მერე მოდის, ხო? განდის პროვოცირებულია ეგ ერთ ქვეყანა გაყვეს. დღესაც რატომ მოხდა დღეს მაინც და მაინც ეს ტერაქტი ქაშმირში? რომელმაც გამოიწვია ეს და იქ ომი მიდის, იქ დაბომბვა მიდის. სულ მუდამ. ომი დაიწყო. შენ წარმოიდგინე რა გარემოცვაში ვართ. რა გარემოცვაში ვარ წარმოიდგინე რუსეთ-უკრაინის ომი, ისრაელ-პალესტინის ომი და ინდოეთ-პაკისტანის ომი. აგერ არის უკვე ხوارგონია რომ შორს არის. ერთი რუკა შეხედე. ამ ფონზე ეს მე არ ვიცი რა დავარქვა ამათ რა ეს ლაკასებრთა მოდგმა რო არის რა ეს ოლეოლა ტრულაილაები რა. შენ წარმოიდგინე რა ტრულაილა კაი იყო კიდე. ტრულაილა ასეთი ყვარყვარილა. არა, მე რას ვიცახე? ეს არის ეშმაკები, პატარა ეშმაკები, ჭინკები. არაც ისეთი პატარაა. ჭინკები. აბა რა პატარა? შენ ნახე იმის საპატრიარქოს განცხადება. კი. იმ აი ამ ბოროტების ესე იგი ღვთისგმობა შენ წარმოიდგინე რა დონემდე არის მისული ესა რა. დაიწყეს მჩხიბავებით. რუსთაველის მოედანზე დემსებს ურჭობდნენ ცოცხალი ადამიანის ფიტულს. მერე შობის ნაძვის ხის ქვემოთ რაც არის ყველაზე წმინდა ყველა ჩვენთაგანისთვის ბავშვები ხო ვიყავით ბავშვები ხო ვყავ შვილები შენ წარმოიდგინე შობის ხე ნებისმიერი ადამიანისთვის ქრისტიანულ სამყაროში ხო როგორი იმედის რაღაცა სიხარულის იმის ქვეშ დაწვეს კუბო ქრისტეს გამოსახულებით. მანამდე ამ ჩხიბავებმა ჩაარჭეს იქ რაღაცა ნემსები. მერე კაბაში ჩაცმული კაცები ტრიალებდნენ ქაშვეთის წინ შობის ღამეს. კი ბატონო. და დღეს იქამდე მივიდნენ რომ პირდაპირ გმობაზე გადავიდნენ, პირდაპირ. მართლმადიდებელ ქვეყანაში ისტორიულად. ესე იგი თავაძეებმა შეურაცხყოფა მიაყენეს თავის წინაპრებს, ქართულ ისტორიას, ქართულ საქართველოს რწმენას. ჩვენ ყველაფერს რაზეც საქართველო დგას, წარმოიდგინე. ამ აი და ყველაზე ისე როგორ მეწოდებიან, აი სულ აი ხა დღეს რო იქ არიან შეკრებილი ეს ოლეოლა ისინი ევროპის მოედანზე რა. აი მეწოდებიან. შენ წარმოიდგინე რა დღეში ჩაიგდეს თავი. ამ თავაძემ რა დღეში ჩაიგდო თავი. საპატრიარქოს განცხადების ბოლო აბზაცი ლაპარაკობს იმაზე, რომ თუ არ მოინანიებ, განიკვეთები ეკლესიიდანო. შენ გესმის ეს რას ნიშნავს? არ აღელვებს მაგას. ეს გესმის რას? არა, მაგას რა აღელვებს, მაგას ნიშნულობა არ აქვს. ეს ხო გვარზეა ლაპარაკი. საერთოდ ეგ ხო მომავალზე, შვილებზე, ამაზე დიდი საჟელი ქართველი კაცისთვის, ქრისტიანი კაცისთვის არ არსებობს და ეს ქრისტიანული ქვეყანაა, მართლმადიდებელი, მისი წინაპრები მე არ ვიცი მაგათი გვარი, მაგრამ მისი წინაპრები დარწმუნებული ვარ, რომელიმე თაობაში თავს ღრიდნენ საქართველოსთვის, მართლმადიდებლობისთვის, ქრისტიანობისთვის, სამშობლოსთვის. ესენი როგორც სადამდე მივიდნენ, წარმოიდგინე რა. რომ რას კადრულობენ. და ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი საზოგადოება, მისი ძირითადი ნაწილი აბსოლუტურად სწორ გზაზე დგას, ჩემო შალვა. იმიტომ არის სატანისტური შემოტევები აბსოლუტურად. ეხლა შენ წარმოიდგინე დღეს გამოდის ფიშერი გვარად, რომლის ბაბუა SS-ის ოფიცერი იყო. აბაბიჯო. და 9 მაისს ქართულ საზოგადოებას მოძღვრავს რა არის ევროპული ღირებულებები, რა არის დემოკრატია და რა არის თავისუფლება. საზოგადოებას რომელსაც 700,000 კაცი გაუშვა იმ ევროპის დასაცავად და 350,000 კაცი დაიღუპა. და რო არა ეს ხალხი დღეს ევროპაში ვინ იქნებოდა და როგორი იქნებოდა ევროპა იმისგან გამომდინარე რასაც ხედავთ, ხო? ეხლა ხედავთ. წარმოიდგინე ეს ვიგინდა რა ეს ახლა თან ელჩათ მოაქვს თავი. ბედავს და გამოდის და 9 მაისს ამაზე დიდი ცინიზმი, ამაზე მიდი უთავმოყარეობა, ამაზე დიდი თავხედობა რა უნდა იყოს იმ ჰარჩინსკიზე აღარ ლაპარაკობ. მე მაინტერესებს 9 მაისს რომელი ევროპის დღეს ზეიმობს, რა ზეიმობს საერთოდ ეს უბედურ დღეს ეს პოლონელი რა ზეიმობს. 50 წლის 9 მაისს ეს ცნობილი ის რო არის, რა ქვია იმ შუმანის დეკლარაცია, რას გულისხმობდა? 9 მაისს გამოაცხადა პარიზში, 9 მაისს. პარიზში გამოაცხადა
საფრანგეთის და წინადადება დააყენა საფრანგეთის და გერმანიის ნახშირის და ფოლადის წარმოებების გაერთიანება. რაც ეკონომიკურ სარგებლობას საფუძველს ომი რო აღარ მოხდეს ჩვენ შორის. ხო. აი ეს არის 9 მაისი 50 წლის. 45 წლის 9 მაისი არის ფაშიზმზე გამარჯვების. ესე იგი რატო არის 8 და 9 მაისი ეს ტრამპმა ეგეც არის. დროის ამბავი. 23 საათზე 8 მაისს დაიწყო კაპიტულაცია, ასე ვთქვათ, ხელმოწერა. ხო, არა, ხელმოწერა ადრე იყო 23 საათიდან დაიწყო. და ამ დროს რუსეთში, მოსკოვში უკვე 9 მაისი იყო. ევროპაში 8 მაისი იყო. 11 საათი. სხვადასხვა საათობრივი საფრთხე. ამის გამო არის მხოლოდ და მხოლოდ. ესე იგი 9 მაისი ფაშიზმის დამარცხებაა. და გარდა ამისა 9 მაისს ხელი მოეწერა აღმოსავლეთ ევროპის ტოტალიტარიზაციას საბჭოთა რეჟიმის ქვეშ. და ეს ხარჩინსკი რაზე ემობს, ერთი მაინტერესებს. რაზე ემობს პოლონელი კაცი? რა, პოლონეთის როლი არის ძალიან საინტერესო. საფრანგეთის და გერმანიის გაერთიანებას ფოლადში და ნახშირში თუ საბჭოთა კავშირის ტოტალიტარიზმის გამარჯვებას აღმოსავლეთ ევროპაში. პოლონეთის როლი არის ძალიან საინტერესო და ამას დაუბრუნდებით ჩვენ, იმიტომ რომ მაგალითად დღევანდელი პოლონეთი არის ქვეყანა, სადაც ერთ-ერთი კანდიდატი პრეზიდენტობის ევროკავშირის დროშას წვავს. კი, არა, საჯაროდ. საჯაროდ. ეხლა შენ წარმოვიდგინე, აი, ძალიან საინტერესო ქვეყანაა. პოლონელები არ არის მარტივი ხალხი. მათი ეროვნული თვითშეგნება არის ძალიან მაღალი. ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი. აი ეს LGBT და სხვა თემები ვერ მოერევა ეგრე მარტივად პოლონეთს. ბიჭო, იმიტომ რომ ერთ-ერთი დიდი ერია რა. ესე იგი კათოლიციზმის ერთ-ერთი კი ბატონო, ასე ვთქვათ საყრდენია ევროპაში საერთოდ. და დემოკრატიის ერთ-ერთი პირმშო, იმიტომ რომ მეფეს ირჩევდნენ. ხო. არ არის ეგრე მარტივად. პოლონეთს ეგრე მარტივად. ამიტომ არის სამარცხვინო კაცი ხარჩინსკი რა, მაგას ვეკითხებოდი, რამდენი ბები ამყავს პოლონელი ბიჭო. და ჩემთვის ჰონორ, იქიდან გონორ, იქ პოლსკი გონორ, იქიდან მოდის ეგ ცნობილი ამბავი. და რუსეთს ებრძოდნენ წლებია. რესპოსპოლიტა და ასე შემდეგ. ნუ ეხლა პოლონელებს აღებული აქვს მოსკოვი. თავის დროზე. აი ჩვენ რომ ბავშვობაში გვასწავლიან ნივან სუსანინს, გასწავლეთ. აი ეგ იყო დღეს შეიყო და პოლონელები. პოლონელი ჩვენ ყველას გერმანელები გონია, ეს პოლონეთის ჯარი. ლჟედმიტრი მიყავდათ. ხო. და აღებული აქვს კაცო მოსკოვი, აღებული აქვს სტეფან ბატორი და სიგიზმუნდ ვილიკალეპნი მაგათ. რუსეთისთვის მოგებული აქვს თომიც, ხო და არა, 300 წელია უმნებოდნენ რუსები, კაცო ეგრე კი არის. კი, ეგრე არ არის. საერთოდ რას ვიძახი, იცი, განსაკუთრებით ამიტომ ამ ფონზე ესეთი შენ იცი რომ პოლონეთის ჯარში აი მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში ერთადერთი ერი, ვისაც უფლება ჰქონდა რომ ოფიცრები ყოფილიყვნენ ქართველები. ბატონო, ვიცი, ბევრი ქართველი წავიდა. მათ შორის შალიკაშვილის მამა. და მე სხვა კი პოლონეთიდან და რა მინდა კიდე გითხრა რომ ეს კათოლიკური ტაძრები პოლონური ტაძრებია. და იქ შენარჩუნებულია. თბილისში და პოლონეთში ძალიან დიდი როლი აქვს ეკლესიას. რასაც ვერ იტყვით ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანას. აი ამ ფონზე, ამ ურთიერთობების ფონზე, აი სამარცხვინო კაცეს პაվել ხერჩი დღეს რა იგადრა. ხო და რა უცნაური. და თანაც ისი როგორ ფარისეველი, იცი როგორი, აი კარგი სიტყვაა რა, მე და შენ ხშირად ამას გვაბრალებენ, ხო, ჩვენ ხო ცნობილი რუსეთომები, ლაკა არის ევროპელი. ოღონდ იმით რუბლებით გაძიძგილი დღეს ნახე იმეებში უდევს რა თუ ეგეთი სუკანი გამხდარია მაგრამ ეს რუბლები რო უდევს გარშემო ესე ჩანს წარმოიდგინე რომ აი ამაზე იქით ამის იქით რა დღეს ნუ აი ერთ გამოვიდა იქ და თქვა რომ საქართველოს თავრობა ცუდად იქცევა და ასე შემდეგ და მე აქეთ კითხეს რომ კი მარაო შენ მე შიდა საქმეებში არ ვერევიო საქართველოსიო ხო ეხლა ნუ რაღაცა თავმოყარეობას ნას აი ამ ხელა ხო უნდა კონდეს ხო ამ ხელა ევროკავშირის ევროსკავშირის ელჩი ხარ ხო თავმოყარეობის ნასახი ხო უნდა კონდეს მაგრამ ჩემთვის ყველაზე მეტი იცი რა არის აი გეუბნები რა სიბერე მიხარია რა 70 წლის ვხდები ეხლა ცოტა ხანში რომ მოვესწარი ამ საქართველოს რა აი მე და შენ აგვზივართ და ღირსებით სავსე საზოგადოების წარმომადგენლები ვართ ეს პატარა ქვეყანა 3 მილიონ ნახევრიანი 20% თავისი მოსახლეობის გაუშვა მეორე მსოფლიო ომში და მთელი ევროპისთვის იბრძოლეს ქართველებმა და თავი დადეს იქა. დღესაც ყველაზე ერთგული თანამებრძოლები ამერიკელების ამ თავმოყარეობა რა კონდეს ამ კონგრესს იმას ევროკავშირს რო დაემსგავსა. ევროკავშირის პარლამენტმა რომ მიიღო რეზოლუცია 560-მა კაცმა ხმა რო აუწია რომ
სააკაშვილის გადაყვანა სამონტყოფოში, როდესაც სააკაშვილი 8 თვე სამონტყოფო. აი ზუსტად იგივე გაიმეორა კონგრესმა. სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღეს. ჯერ ეხლა სახელი ხო შეუცვალეს. ეხლა შიგნით რა წერია, იცი? აზრხა ის ეხლა იმ ვილსონზე ლაპარაკის არა. ის შიზოფრენიკია ჩამოყალიბებული. არ არის მაგაში საქმე. თან სამარცხვინო კაცი კეზერაშვილისგან ქთამს რო აიღებ ეხლა ამერიკის კონგრესმენი რო ხარს. ეს რა დღეშია ის ქვეყანა წარმოიდგინე რა. მაგრამ ყველაზე საინტერესო რა წერია, იცი? USAID-ის ავალებენ, რომ საქართველოსზე დადონ ანალიზი. დახურულ ორგანიზაციას. ხო, დახურულ აზე ხარ სად არის ეს ვილსონი? დახურულ ორგანიზაციას. ხო, არა, მარტო დახურულს ვინჩივის დაწევლილს, გადავლილს, დაფურთხებულს და რა ვიცი, დაპატიმრებულს და ნუ მექთამეს და რამე რა არ უწოდეს ახლა და იმას ავალებს ვილსონი, აზე ხარ სად არის? და ვაშე ის გარშემოს უყველანი და დარბაზი ხომ ნახეთ, ხო? არავინ არ იჯდა, 20 კაცი იჯდა. ესე იგი ტელეფონით მიცეს ხმა. ერთი და იგივეა, ამ გაერთიანებას რა, ევროსატლანტიკურ კავშირს მომავალი არა აქვს. მე არ მგონია რომ ტრამპი შეძლებს იმის დაძლევას, იმ კატასტროფის დაძლევას, რომელიც იქნება, იმიტომ რომ ის რაც ჩვენ ახლა ვნახეთ კონგრესში რაც მოხდა, ხო? ეს არ მოუგენელი ამბავია. წარმოიდგინეთ ტიპი ბოდავს, რომ საქართველოს პროირანული, პროჩინური, ანუ აი ბოდავს რა, რა პროირანუ ვაფშე რის საშუაშია. წარმოიდგინეთ ტიპი სად არის და ამ აბსოლუტურად აი ამ არარაობის მიერ შედგენილ დოკუმენტს 340 კონგრესმენი ამერიკელი ტრამპი ეხვეწება სის დამელაპარაკეო. არა, ეხლა ამაზე ეს ვაფშე მაგარი თემაა, ხო წარმოიდგინე. ეხლა ხო თქვა რომ 24 საათში მოვაგვარებ იმ კონფლიქტსო. მერე გამოვიდა რომ 24 საათში ვერ აგვარებ. 100 დღეში. მერე იყო ბრძოლა იმ ნედლეულის და იმის შეთანხმებაზე. როგორც კი ხელი მოაწერეს ამ ნედლეულის და პორტების შეთანხმებას, რუბიო მეგრევე გამოაცხადა რომ ჩვენ ეხლა თუ ხვალზე ესენი არ შეთანხმდებიან ერთმანეთს, ჩვენ გამოვალთო საერთოდ მოლაპარაკებიდან. და გუშინ პრეზიდენტმა ტრამპმა იმ ოვალურ კაბინეტში გამოაცხადა რომ ჩინეთი უნდა ჩავრთოთო იმაში მოლაპარაკებაში. და შენ ჩინეთი რატო უნდა ჩართო? ჩინეთი როგორ არის ჩართული? დღეს პარადი ნახე? კი, ნახე. ეს არ იყო აღლომი. შალვა. ეს იყო დემონსტრაცია, აბსოლუტური ცალსახა დემონსტრაცია სამხედრო ბლოკის. ცალსახად, რა თქმა უნდა. სამხედრო ბლოკი იყო წარმოდგენილი, აქეთ ხო არის ნატო. იქით არის აი. აქეთ შეიდგა და აჩვენეს თელ სოფლიოს, კორეა, ჩინეთი, ბრაზილია, ბრიქსი რაც არის მთლიანად. კი ბატონო. და ფაშინიანიც რო ჩაბზანდა. და მაგარი რა არის, ფიცოს რატო გაუხსენით გზაო და ჩაკეტილი არ იყო, ანუ დებილებო, ფიცოსის უნდა ჩაგვეკეტა. და ფაშინიანი რო ჩაფრინდა, იმას რატო არ ფსარამო? ჯერ ეს ერთი ევროკავშირის ქვეყნის წარმომადგენელს გზა რატო უნდა ჩაუკეტოთ? იმიტომ რომ ეგრე უნდა. გზას არავის არ უკეტავთ, ეს ერთი. მეორეს ერთი. არა მარტო ფიცო, ისიც ვუჩიჩი რო დასინოდა. ვუჩიჩი საქართველოსდან გაფრინდა, საქართველოსზე გადაფრინდა, მაგრამ ეს თვითონ ეს იცი რაზე მეტყველებს, შენ რომ მკითხე რა, რაზე მეტყველებს, იცი? ეს მერკვეთებს სრულ ცასუწარკვეთაზე. როგორც ევროპის, აი ამ ეხლა თან რაც თავარია რა, კიდე კარგი ამაზე უკვე ლაპარაკი დაიწყო თვითონ ევროკავშირის შიგნით. თვითონ შეხედე, აბა მათი შეკრებები, გამოსვლებია. ეხლა სამწუხაროდ ისე ფართოდ არაშუქებენ, როგორც მე ვფიქრობ, რომ საჭიროა, რომ ყველა მოვისმინოთ შიგნით რა ხდება. ეს დაშლილი ორგანიზაციაა. ჩვენ ამ კონსტიტუციით საით მივდივართ, მე არ ვიცი, იმიტომ რომ 30 წლამდე კი არა, მომავალ წლამდე. გერმანიაში ოპოზიციას ტერორისტულ ორგანიზაციად, ექსტრემისტულ ორგანიზაციად, რადიკალურ ორგანიზაციად აცხადებენ ხელისუფლება. და ჩვენ ვართ კიდევ ასე ვთქვათ ანტიდემოკრატები. ხო, საფრანგეთში. და რუმინეთში? და რუმინეთში იცი რომ იმაზეც ეხლაც ვიცი. ეხა ხო მოიგო პირველი. კი, მაგრამ იქ შეიტანეს. დღეს ავიკითხე რომ უარი უთხრეს. პირველმა ინსტანციამ უარი უთხრა. ამის გაუქმებაზე. ამის გაუქმება, მაგრამ რას ეძავენ მერე კაცმა არ იცის რა. მაგარი და მაგაზია ლაპარაკი რომ ეს ევროკავშირი დამთავრდა. ეგეთ ევროკავშირი აღარ არსებობს. თუ ეგ ბიუროკრატია არსებობს ბრიუსელის, რომელიც პაპხურობს დღეს ჩავიდნენ სულ ყველანი ერთად იმაში, უკრაინაში $1 მილიარდი ჩაიტანეს თუ ევრო. იმისთვის რომ კიდე 1,5 მილიონი უკრაინელი მოკვდეს. მაგათ დასაცავად. იმიტომ ძირითადი ეხლა რაც ხდება, ამოფარებულები არიან ამ უბედურ დღეზე გაჩენილ ქვეყანას რა. აი ამ უბედურ დღეში ჩავარდნილ ხალხს.
აი გული მე თუ თქვება რო უყურებ ეხა მე ხო გეუბნები უკრაინაში დავდიოდი მთელი ჩემი ახალგაზრდობა უკრაინაში მაგრამ რას უყურებ მაგრამ ეხლა იცი როგორი რამეა საზოგადოება თავის დამართეს თავის წარმოუდგენელი ამბავია ესეთი ცინიზმი როგორცაც ჩვენ ხედავთ დღეს თქვი კიდეც მოხუცი ქალი 100 წლის ქალი მივიდა 8 მაისის აღსანიშნავად და დაიჭირეს მოხუცი ქალი ჩასვეს არა მაგაზე არ არის ლაპარაკი იქ დაიჭირეს არ დაიჭირეს შენ წარმოუდგენელი რას ამ ხალხს რას უშვებია არა არ ჩანს დამოკიდებულება რა თაყავთ აი ამ ეგ უკვე ცინიზმი არ არის ეგ სატანიზმია რასაც ევროკავშირი აწარმოებს უკრაინასთან მიმართ ეგ სატანიზმია წმინდა წყლის რა რასაც ეგენი აკეთებს მე რატო აყვნენ ნუ ეგ სხვა საქმეა რატო აყვნენ ამას ძალიან დიდი ფესვებია მე მაგა ჩემთვის მაგალითად გაუგებარი ეხა ამას წინათ კადრები ვნახე ჩვენებმა აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამე მოხდა ეხა ჯერ აგერ ჰოკეიში გავედით ჰოკეის ხელბურთი ჰოკეი და ჩვენმა მოთხილამური იმამ ფიგურისტკა ხო ფიგურული ციგრაო ჩემპიონები გახდნენ კი და მეორე ადგილზე უკრაინელები გავიდნენ და ხელი არ ჩამოართვეს არ მოულოცეს უკრაინელებმა არ მოულოცეს ხო ნუ წარმოუდგენელი მე რა მაინტერესებს ისი მე მაგათ მინდა ვკითხო და დამოუკიდებლობა რო გამოაცხადე და ზელენსკის მასხარა ბოროტი როკავთ პრეზიდენტად დაყენებული რომელმაც დაღუპა ის ქვეყანა და მიწასთან დააგრძელებს ამას იმიტომ რომ ის სხვა ქვეყნის ინტერესებს იმსახურება ისე როგორც ხაზარაძე ლიაკა ხოშტარია კიკო ვაშაძე და მთელი ეს ლიაკასებრი მოდგმა რო არის ხო კი მაგრამ სახელმწიფო დამოუკიდებლობაზე პრეტენზია რო გაქვს და თქვენ ქვეყანას რო რუსული სიტყვა სოფლის ბოლო ქვია ეგ როგორ არის აკრაინა ქვია სახელი მაინც გამოგეცვალა თქვენ კაი დედმამიშვილობო ხელს არ გვართმევთ მადლობას არ გეუბნებით ამ პატარა ქვეყანამ შეიძლება ყველაზე მეტი გააკეთა თქვენთვის მართალია ბომბებს არ გიგზავნით რომ თქვენი შვილები დაიხოცონ ისევ მაგრამ რაც შეგვეძლო უკრაინული სკოლები გავხსენით, საბავშვო ბაღები გავხსენით. რაც შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთოთ. ყველა რეზოლუცია შეუერთდით, ყველა. ის კემაინც რაღაცა უკრაინული სიტყვა გეპოვათ თქვენი სახელმწიფოს დასახელებისთვის რა. რუსული სიტყვა აკრაინა რო ქვია. სოფლის ბოლო ხო, რა ვიცი აბა. აი ეს არის ვითარება. კი ბატონო. რეალური. გოგა, უღმეს მადლობა, ჩემო კარგო. მე მგონი უკეთესი მომავლის იმედით იცოდე რა ჩვენ ღირსეულ ქვეყანაში ვცხოვრობ და მე აი ამ საზოგადოებას მადლობა უთხრა ამისთვის რა მე ვარ ღირსეული საზოგადოების წევრი ღირსეული ქვეყნის შვილი ვარ რა და წინაპრების მაგარები მყავდა ბაბუა ჩემი ხო გეუბნები 35 ჭრილობა ქონდა რა ვენაცვალე მაგათ 58 კაცი ყოფილან ცოცხალი კიდე საქართველოში ომის მონაწილე აუ რა მაგარი აბა დღეს მიცეს ერთ იქ მივიდნენ მისულები იყვნენ და 104 წლის აუ რა მაგარი და მიცე ჯილდო მივიდა მოეფერენ და 58 კაცია კიდე ცოცხალი ძალიან მაგარია ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო მადლობა მათ და ჩვენ ერთმანეთს მომავალ პარასკევს შევხვდებით კარგად ვზანდებოდეთ